მოგესალმებით. დღეს მინდა მოგიყვეთ ნაცრის ნაყენზე. როგორც ვიცით, შემოდგომაზე მცენარეებს ჭირდებათ კალიუმი, ფოსფორი, მიკრო და მაკრო ელემენტები, რომელსაც შეიცავს ჩვეულებრივი ნაცარი. თქვათ, აი მწვადი შეწვით, ან ბაღის ნარჩენები დაწვით, შეინახეთ აუცილებლად ნაცარი და შემდეგ თუ ეს რაოდენობა იმდენი არ გაქვთ, რომ მცენარეებთან მოაყაროთ, ბაღი დიდი გაქვთ, ნაცარი ცოტა, მაშინ გამოსავალი ძალიან ადვილია. საერთოდ ნაცარი თან ფუნგიციდისთვისებითაც არის, ევარდებს, რომ გადაჭრით სასურველია მოაყაროთ მთლიანად. და წვიმები მიწაში ჩაიტანს. თუმცა ამჯერად საუბრობთ ნაცრის ნაყენზე. უყურეთ, 1 ლიტრი, ეხლა მაქვს 10 ლიტრიან ვედრაში, სათლში, ჩავასხი ჩვეულებრივი წყალი. ავიღებ დაახლოებით 1 litrს, თუ მეტი იქნება, არაფერი გაფუჭდება პირიქით ნაცარს. ჩავყრი ვედრაში, სათლში. შემდეგ ამას კარგად მოურევ. რევას გავაგრძელებ პერიოდულად, როგორც მოგიხერხდებათ 2 დღის განმავლობაში. თუ მეტი დღე გაჩერდება ეს, ვთქვათ, მე მაგალითად კვირაში ერთხელ ან ორჯერ მიწერს ამოსვლა. შემდეგ ამოსვლამდე თუნდაც 1 კვირაც რო გაჩერდეს მორევის გარეშე, ნაყენი დადგება. შემდეგ აი ამ უკვე დაყენებულ ნაყენს მე 1 ლიტრას ავურევ 10 ლიტრაში, 10 ლიტრა წყალში გავურევ და უკვე მორწყულ ყვავილთან დავასხამ, ყვავილს დავუსხამ და შემდეგ კიდე მოვწყავ. მორწყული უნდა იყოს, რომ ადვილად ჩავიდეს ეს ნაყენი მიწაში და შემდეგ კიდე მოვწყავ, რომ უფრო ღრმად ჩავიდეს. ოღონდ ბლომად მე მორწყვა აღარ არის საჭირო, თავიდან კარგად უნდა იყოს დასველებული ყვავილის გარშემო მიწა. იმედი ესჩება გამოგადგებათ, მომიწონებთ ვიდეოს, გამოიწერთ ჩემს არხს, ამჯერად დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე ჩემს არხზე.